ისეთი გულიანად აღარ გვიცინია მეთქი. მოდით, დღეს იყოს ასეთი საღამო. ყველაზე მხიარული და სასაცილო. შემოგვიერთდით პროფილი ერთი დღით სიცილის ოთახად იქცევა. ნანულის არაჯიშვილი. საღამოში დავრისა გამარჯობა. ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედით ჩვენთან. დღეს ძალიან ბევრი უნდა ვიცინოთ. ძალიან სასიამოვნო, კარგია სიცილი. მოინატრა ყველა სიცილის ცრემლები თვალებზე. მაგრამ ძალიან საინტერესო ამბავს აღვნიშნავთ. სამი მუშკეტერივით გადაწყდა, რომ მაროს ისტორიაც გაგრძელებული იყო. და გადაიღეს ფილმი გარიგება 20 წლის შემდეგ. არ დავბერებულ ვარ? არა, სულ არა. რა დროს სიბერია? დაში ანდრე დაჭირება. როგორი მარო ხართ 20 წლის შემდეგ? როგორი მარო ვარ და ალბათ ხასიათით ისევ ის. აკი მეუბნებოდი, წაგებო, მარო, წაგებო. Ia დავაგე ბიჭო. დავიმართე ბიჭო, დავიმართე. ეს 20 წელი უკაცოდ ცხოვრობდა, მარო? უკაცოდ, აბა როგორ? იმას უყვარს მიტო. და ელოდება. რა საკვირველია? გარეგნულად როგორია თქვენი, მარო, ეხლა? ისევ ისეთი რაღაც საოცრებები აცვია? ლამაზი. კი. ძალიან კარგი. აბა რა, ცუდი გოგო ვარ? მე ვიცი რომ აქვს გარიგების სააგენტო აქვს, სადაც კახეთში დასაოჯახებელ წყვილებს აწყვილებს, აუღლებს ერთმანეთს. ქალი რამდენია და კაცი რამდენია? წყვილებში გამოგდის? ჩვენი ნება არ არის, გამოვიყვანოთ. მაიცა ჯერ ახალი ცეკვის მასწავლებელი მოვიყვანო, მე ნახე შენ გაცნობა გარიგება, სულ ტანგო ფოქსროტები უნდა ვაცეპო, მაშინ. ფილმის რეჟისორი უნდა შემოგვიერთდეს, ზადა კოლელიში. გამარჯობა. როგორ ბრძანდებით? მადლობთ. ეს პახმელიაზე ხარ? არა. აბა? მიწყებ. რატომ 20 წლის შემდეგ? ისტორია კარგად დამთავრდა, თითქოს 20 წლის წინ. ხო, ჯერ ერთი. კარგი წერტილი დაისვა. ხო, ჯერ ერთი სიცილით არიბადება. როგორც ადამიანი, ამასაც უნდა წვალება, უნდა დაანჯვა ცოტაც მე თუ მკითხავთ და აი იქ უცებ რაც დაიბადება, ალბათ და რაც ზოგჯერ ბუნებრივად იბადება, ის უფრო ხალისიანია, ვიდრე სპეციალურად დადგმული და გადაღებაზე კიდევ ერთხელ დავწმუნდი, რამდენად ნიჭიერები არიან ჩვენი მსახიობები და მარო შეიცვალა თუ არა? მარო რა თქმა უნდა, შეიცვალა, პროგრესული პარაკალო ხალია. ეგ რა არის? ყველაფერი კარგი. ესე წამოხვედი? წამოვიდა? შეხედა, ხო? კიმა სახშია? კიმა გაიზარდა, დუტა გაიზარდა, ვთქვათ, გახდა ბიზნესმენი ადამიანია. ანუ პავაროტში რო იდგა ბიზნესი. პავაროტში რო იდგა და პლუს დაშტიბუბუთი უნდა არჩინო ოჯახიო. არჩენს დაშტიბუბუთი ოჯახს რა გინდათ მე. როგორ გეკადრებათ? არა. აბა? ცოტა სხვა ამბებია მანდა. სტერეოა, კაკალია გაეტეხავდა ნიგოზია მოკლედ. დუტას ხინქვაძე. გამარჯობა. ადამიანს არაფერი ისა. უთილი იყოს ჩემი ვარდნა ახალ სტუდიაში. ხო დავარდნილი ჯერ არ მოსულხა. ხო და ისა, აი ზაზამ რაცა თქვა რა, აუცილებელი არ არისო სიცილი მოიტანოს, მაგრამ აი დაცემამ სიცილი გამოიწვია და ეგ იყო რა. ეგ არის პროფილი. ნიჭიერო, შენი ადგილი ქალაქშია. ყველა ჩამოვიდა ქალაქში. ბიზნესმენი გამოვიდა, კარგი მეღვინე გამოვიდა, ისეთი რომ აი ბუკეტს არაფერი შეეპაროს და არომატი არ გამიფუჭო ბიჭო, თორე შენ თავსაც დაიღუპავ და ჩემ თავსაც გაიგე, არის ესეთი ფრაზა და იმუშავებ ჩასჭამთო და არ იმუშავებ და მამჭამთო. ესე ამბობს მართლა?
ხო. ფეხებს მომჭამთო რა ამბობს რა. ელავლები კურდღელო მოედევენ ისი? თუ გურჩანელები. ელავლები კურდღელო მოედევენ და საზღვარზე რომ მოვიდა კურდღელი გაჩენდა მესურველი თქვენი კარგი მე გურჯაში გადავსვლელი არა ვარ. პატარა ბიჭები თამაშობენ. დამალაობასაც თამაშობენ. ერთმა ჭოლა ხვიან ჩვენი მეგობარია და დიდი ფოხარა რეიტურზეა და ერთ-ერთს დაუზახა და რეიტურში ჩაისო. ეს პატარა ბიჭი ეძებენ და დაგინახეს სტუკ ერთად ასტუკეს გიორგი დაგასტუკე ხოჩა დაგასტუკე თონდა ეს პატარა ბესოს ვერა პოულობს და ეს ბესო ანგრევს ამ შალ და თავ ნამღოს და როგორც იქნება ამაოყოფილებს თავს და სტუკ ბესო და ერთი ჭოლაც ესარგი ეცვებინა და დაგინახოთ როგორ დავასტუკებდი დედასეულება რომ ნიშანს არ მიწევს მასალებელიო ძალიან არის გადაკიდებულიო წავა ეს დედამისი ერთი ვნახო ვინ არისო გარჩა დედამისი მოეწონება კაცია მასწავლებელი და ერთხელ ყოდარო მევინაბება და დაუწერნიშა აბრაზებული წამოა ქმარს ეთქოს გას აიგრებ თხოვა და მოიყვანე სახში ძირში უდავაჭრა და წამოწვია ლოგიზი კაროჩე და როგორც სალამ პროცესი დაიწყება კაცებ ხელა ძირში მოვაჭრა კაცი გამგელებული მეაქ და ვერ მოასწრებს ეკმარი კიდე კრავუთქეში არის ჩორჩაშურჩულს არა უშავარ რომ რჩება მერეო რომ მორჩება კაცი ტაცებს ხელ გაუცურდება ამაზე და გაექცევა კაცი გაექცევა და ფან არ დაავლებს ამორღობეში ვიდევს სახში შეასწრებს მოვა სახში დაგვიდეს რა მოგვიდა ამიზე და ერთ და კაცი ძახს ნეტა ნიშან დაუწერსო მოაგდე და ცოლი ჩემი ლოგიზე მოაინო ჩემი ხელით გაუწვიდო ძალიან ფანელის მივაცინო რა თქო დაუწერო სოფლარი ცხოვრობენ რა ოთახში რა თავიან ფუსფუსში არის და პატარა შვილი შეატან მამი გროსაგეთ ზედაში საუბერო ზღვაზე ვიტყოლ ტაჩეი ზიროსო ყავა რამდენიმე ხანი წავლენ ზღვაზე და ერთი თვე შემდეგ დაბრუნდებიან და მამა დაუძახეს მოდი ახშილო აბა ეხლა მომიყევი როგორ გაატარებ დრო ძალიან კარგად ფამაო ერთი კაცი მოდიოდა უშე როგორცა ბერავდიო დედიკო ზუსტად ისე ბერავდა რა მე ეთქვა პიპკა და უფუზური პირიდან დაუძღობერო ბავშვობის ოცნება იყო რომ გაბერთო რა ერთი იმდენი ფული მაშოვნეო რა აი სოფლის ბრიზაზე რომ გავიდეო რა მთელი სოფელი იყო შაქუჩებული და თქვა რომ ნეტა ამ ამოდუნა ფულის არის შოვნა პატარძალი მოყავთ შორიდან რა და სიძე ახლა გამოყავ პატარძალი სახლიდან და ბაბუ გამოვიდა ტირის და სიძე ეთქვის ბოლო გაიჭიმება ბაბო რა დატირებსო განა მოსაკლავად მიმყავო რა იმ საქმეზე მიმყავო და ბაბო საეგრე შეიხედავ ცრემლიანი თვალები და ეგანა შვილი ვაქეკელდა მაგრამ გზავრობა ვერ იტანს და მაგაზე აუციო მაიცე ხა იგეთი ცხოვრებაო რომ ქალიშვილები ნაკლებად იშოვებაო რაღაცაო და წავა და თიდან გამოიყვანს ქალი და ძალიან ქორწილი ამბავი რამე და დაძებიან არ არის ქალიშვილი და რა არისო მე მაგის გულისწვევ თიდან წამოგიყვანეო რო ისო ქალიშვილი იქნებაო და შენ ვერ ახარო გასო თაში მაგის მეტი გასართობი კი არა მე ეგრეს მოეწონება ვირი გას ეს რა კარგი ცხოვრება ყოლია ეს რა ძვირფასი რაღაცა ყოლია თუ მაიტე შენი ჭირმე გამატანეო ეს მიხა უარს ედგა აბა არაო შანსი არ არის მაიტა ძველი არა ვართო ძმაკაცებიო გამატანე რა ეს ვირიო და წაიყო კარგი მაგი და დაწვატირება გიზი წაიყვანს ეს მეგრელი გავაწლები რაღაცა და შემთხვევით მოუხდება ამ ახლის ჩასვლა სამეგრელოში მესტიაში ცენტრში ხალხია შეჯგუფებული ეს მიხა ჩამოვიდა და ამ ხალხში რაღაც რო დაინახა ხალხი ბევრი ხალხი მივიდა ახლა რა დაწია გამოწია შუაში ეს თავის ვირი დაინახა ვა ვირო აქ რა გინდა ვირი იქ აქ მათემატიკას ვასწავლებ ორი ძმაკაცის ერთმანეთის პირისპირ და ერთი შეხედავს დაშტერებით ბიჭო ეხლა დაასვიდას ლიგამს ჩამრეცი ლიგა რაღაცა და რა ხდებაო ამას დიდი ისტორია აქვს დედა ჩემი რო ჩემზე ფეხბურთი იყო მამა ჩემი ათვალებდა და ჩამემართა ო აბა ლოისო ხონერატო არა მოხდა ეკოში პირიღია ქონდა გაათხოვოს ქალმა გაროში და დედა შეჩივლებს რომ
აბა დედი რო გამოთხოვ ქალიშვილი არა ვარ გასშესწრებული ვარ რა უყო და ის ხორცს აჭრის ის ქალი რაღაც ხორის ხორცს ამო ყავს აჭრის პატარა და მეატრის ვაღალ და ჩაიფინეო თუ რაღაცა გეტყვი შეიქმარი უთხარ საქართველოს ყველაფერი პროცესი მიდის კაცო და ეს კაცი დაახადავს პროცესში გამოვალა რა არის ეს რა არის საქართველოს ამგეო კი მაგრამ მე მოელი მეჭად რა უნდა უგასო ხორცს რა მეჭეს ის შეეხარა ის ახალი ადრე გძელებს სიდეთს აუთხრა დაგიმარჯოს 120 წელი იცოცხლო არა შვილო ბევრიაო გენაცვალე კარგიო 100 წელი იცოცხლო არა გენაცვალოს ბევრიაო უთხრა 80 წელი იცოცხლო კაცო არა შვილო გენაცვალე ბევრი აი ეჭიქა და მალენე და მოკვდი შემდეგ მიხამ დაიჭირა ოქროს თევზი და ეს თევზი ეუბნება გამიშვიო და სურვილს აგისრულებო და რა სურვილი გინდაო და რა ვიცი აი რომ ოფსა მინდა ორი პივას ოფსავდეო რა კარგიო აუ სახში მართლა მოფსავ პივას ოფსავს რა ეხლა თან მაროს დაუსხავს იმაში ბაკალში და ერთ დღესაც ეუბნება მიხას რომ აბა პიო დამისხიო და დღეს შენ ბოთლიდან დაღებო კახეთი როგორ დაგხვდათ ბატონო? როგორ დაგხვდა და გადასარევად დაგხვდა. რა თქმა უნდა, ყველა იყო გახარებული იმ ამბით, რომ 20 წლის შემდეგ გრძელდება ამ არაჩვეულებრივი მანდილოსნის მაროს ისტორია, მარო და მიტოს. მაგრამ ეს შენი პირველი როლია. ჩემი პირველი როლი იყო პირველი კურსი დავასრულე თუ არა, მაშინ მე ზაზა სად უნდა მეთამაშა, აბა. თუ ბიძა ჩემი არ მომხედავდა, აბა სხვავი მომხედავდა. ჩაწყობით იყო ეგ ამბავი? ჩაწყობით არ იყო. აბა ნიჭიერებით იყო ნიჭიერებით კი არ იყო ეგ იყო მარტივად ზაზა კინოს იღებს მე აბა სხვავი უნდა ათამაშოს ბალღი ხო მოდი აბა რაო არა უკაც რათა ელი ქვეყანა თავზე რომ დამახვიო იმ ქალს მაინც ვერ გაგატანო რათაო რა გველბაყაყი შეუძვი რაო რა ვიცი აბა შენიანებს კარგად ჩაამკო რაო აბა შენ ოჯახი ვითი უნდა არჩინო მარტო დაშტი ბუბუთიო თან ისე როლებში ეწერა დემეტრე სხირტლაძე ეწერა პირველად. ხო გაგეხარდა. მაგარი ის რო არ დაწერეს ეპიზოდებში სხირტლაძე კი არ ეწერა. არა, როლებში ეწერა ეს და იგი. ეხლა შეგრედევ ეწერები და კარგია რა. აი სტარტი იყო ყოველი შემთხვევისთვის 20 წლის წინ. მაგრამ ეხლა თელავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. მაშინ ეხლა დასერიოზულდება. ავდიახ. არა, არ დასერიოზულდა რა. ჩვენ ესეც გვიყავ. მარა როგორი ტიპაჟია ბატონზა. მე გეტყვი, ძალიან მაგარი. ძალიან სასაცილო სოფლის კოლორიტი. ეს მიტოვებული ხალი 20 წლის მერე როგორი გახდა. მთელი სოფლის პატრონი, თვითონ ცხოვრებაში არ ერთი გარიგება კარგი გამოუვიდა. ყოველ შემთხვევაში თავის საყვარელი ადამიანი დააბინავა. ექიმი ქალია, მილიონერი, სახკარიანი, მანქანიანი. მე რა იმისი მილიონერი. რა მიუხედრელი ხარ გენაცვალოს მარო. როგორ თუ რა შეიძლება ქალს და ბალდი უნდა. იმანდარს კიდე კაცი სჭირდება. ხო და ცოტა ხანს უნდა უქმრო გენაცვალოს მარო. შენა ქალო იმ ქალაქში თავი ხო არაფერს მიგირთყამს. ეხლა სულ თორემ თელსოფელს თავზე დაგწემ. საკუთარი ქმარი კარგად გავათხოვე და სხვისებს რას უზამო გაიგე? და სხვების ქმრას ათხოვებს? ხო, პრაქტიკულად თანამედროვე კახური ხანუმა გამოგვივიდა. ქალო. ეს რას აგავს? იჩვენებული არ იქნება, ეს გაღმელი იქნება, გაღმელი. უთათარო ჩუჩხელას არ აგავს? ამას რა გაათხოვებს, ქალო? როგორ 10-აში იცი ხოლმე მორტყმა? რა იყო რა, მაგნაირები გაგისაღებია. მხიარული ამბავი ხო გქონდათ გადაღებაზე? ვიღებდით რაღაც სცენა იყო, რომ მარო პატრონობს თან სახალხო თეატრსაც. აჰა. მოგითხარი კრეატიული ხო და ნუ იქ რაღაც გადაღება ქონდა რაღაც სცენის და მეორე დღეს უკვე მასოვკას ვიღებდი მე დარბაზს და რას აკეთებდა დარბაზი? რაში გჭირდა? რეაქცია უნდა გაიცინოს იქ რაღაც სცენაა და უნდა გაიცინოს დარბაზმა და ეს სცენი კახელები ჯერ ზიან. არიცინიან კაცო. რაღაცა როლანდამ დაიწყო ანეკდოტის მოყოლა ცოტა სიცილის ღიმილის სიომ გადაუფრინა. ღიმილის. ნუ ვახ არა და ეხა ფირი არა გვაქვს, მაგრამ რაზეც ვიღებ დრო ხო მიდის არა და მოკლედ ავდექი. არიცინთ მეთქი არა? არა არ ვიცინთო. ო, კარგი მეთქი ეხა.
არაფერზე არ გაგეცინებათ არა, უკვე წავიდა. რაღაც საწანელნად. ნუ რა უნდა მეკრა, ავდექი და ისეაც გამختარი ვარ და უსებ ჩავიძვრე შარვალი და დავდექი ეს. ყოველ შემთხვევაში რეაქცია იყო ისეთი, რომელიც ფილმს სჭირდებოდა. სულ. არაფერი არ დაიწყო. არა, კაცო, როგორ არა ეხლა. ნაშენობა კი არ გამოვაჩინე. არა, ნაშენობა. იქ დარწმუნებული ვარ, აკრიფავდით ბევრ მარგალიტებს. კი, ავკრიფეთ და ნახავთ. ნამდვილი ამბავი მოუყვე? შალაურის ამბავი მოუყვე? გოგო გათხოვდა. მერე? გათხოვდა და ეხლა გავიდა 600 კაციანი ქორწილი გადაიხადეს. აი, დიდი ქორწილი რა, ამბავი მესამე დღე გავიდა და ალაგებენ ეზოში გაშლილი ამბავი იყო და მოკლედ რა საერთოდ ჯერ კიდევ შემორჩენილია ის მცნება, რომ სახლში რა უნდა თვალეთს. გარეთ უნდა გააკეთო. სახლში როგორ გავაკეთო, გაიგე? გავიტო ჩეჩმა დგას გარეთ. ხო, და ცოტა მოშორებით. ხო. ქორწილი დამთავრებულია მესამე დღეა უკვე და. პატარ ძალმა როგორც იქნა გაბედა და წავიდა ესე წავიდა. შევიდა მეგრე გადაღრეც ჩეჩმაში და აქ ხელის მოსაკიდებელია რა რო არ გადავარდე დაეკიდო ეს რო და ხარ რო დაეკიდო ეს გვერდია რა ჩეჩმა და რას არც ატაკი არ არის ხა ძლიერი თლათ მყარი ეს არ არის ძლიერი ხო და შევიდა მოკლედ და ცოტა ხანში ისმის განწირული კივილი მამა მათილა ქმარს არ ეძახის, არა, ქმარს არ ეძახის, მამამ თილს ეძახის. მამა მეთილო! მამა თუ გამოვარდა აივანზე ეს კაცი და რა იყო შვილო დაუძახა. ხო არ ვჭამეთ სირცხვილიო. ხო არ ჩაემტრა, ხო არ ჩავარდა და ბაბა ხო არ ირჩებაო, საწყალი ბალღიო და რა იყო შვილო და იქიდან გაზეთი მომიტანეო. დუტარო პავაროჩი დგა. თქულა კი არა დგა. ცოლი მოყავს. დიახ. აი დუტას პირად ცხოვრებას რა ბედი ეწია 20 წლის შემდეგ. მაგას ნუ მეტყვი. რატო? ის შენიერი ჰარმონიული ქართული ოჯახია. მართლა? მოკლედ აშენდა აწყო ცხოვრება ჩემმა პერსონაჟმა. დიახ. იმ სახელიჩია, ეგრე კი არ არის. კი იმ სახელიჩი. აჰა. მეუღლე როგორი გამოგადგა? მეუღლე გამომადგა ცოტა კაპასი, მაგრამ ოჯახის დიასახლისია საუკეთესო. აჰა, და კაპასი რად არის? კაპასი ხა მაინც მეგრული სისხლიურებია, გაიგე და ამიტომ ხანდახან ისინი აქ ხოლმე რა. ესე უჭირავ ხარ ხელში? კი, აბა ხებზე კიდია, მაგრამ მაინც. ემორჩილება. თავარია რომ ძალიან კარგი შვილი გამაადგათ. აჰა. ეგ ყველაზე მთავარი, ეგ ყველა. ჩვენ გვაქვს სიურპრიზი მაყურებლისთვის. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ის პირველად თამაშობს კინოში. კი. და თან დუტას მეუღლეა. იცით ვინ არის? ლელა წურწუმია. საღამოში გამარჯობა. მოდი დედაკაცო გაიგე. იმას ვეთქვა რომ დუტას ცოლის ამპლუაში ლელა გეყოლებოდა სტუმრათო, არ დავიჯერებდი. აი? ხო, მე ის გოგო ვარ, პავაროჩი რო დგა. მერე კარლი სად არის ბიჭო? სად არის ბიჭო? ნე პავაროჩი დგა. პისტოლად გოგოა. ლელა არის პროფესიით მსახიობი. კი, მე სამსახიობო ფაკულტეტი მაგ. თუმცა ხანგრძლივი პაუზა ჰქონდათ კინოში. კი. როგორ მოხდით ამ ფილმში? მე და ლელა ჩემი პირველი ეჭუდი ინსტიტუტში, ლელასთან ერთად იყო, ჩვენ ვაკეთებდით ძველი როიალი, ასეთი ეჭუდი გქონდა და ჩვენ ვარ ჯგუფელი. ჯგუფელები, ხო? ვაუ! ცოლი მყავსო. მე ხა წარმოიდგინე მეგრელის და კახელის, ანუ დინჯი კახელი და მეგრელი, ესე ვთქვათ, ისეთი ენერგიული და ეს ქალბატონი, ჩემი პერსონაჟი. ისეთი აქტიური ქალია ძალიან. ხო. მაგრამ რო ბრაზდება, მე უცებ მეგრელდება და მილო ეგა. სად მიდიხარო გოგო ესეთი უჭმელი, მაიცა გოგო, მაიცა მომეცი.
მომეცია, გააღე პირი. გააღე გენაცვალო დედამ, გააღე პირი, გეხოცები გენაცვალო დედამ. გააღე გოგო! ჩატერე. აი ესეთი უჭმელი როდემდე უნდა იარო. რაც ეს მანქანა უყიდა, არ დღეიცის, არ ღამე აღარ იცის, ა? ჯიში გაწყდა თქვენი. ჩატერე. გოგო! ჭამე გოგო, გააღე პირი. გააღე გოგო პირი. კიმა! მე ესეთი სიამოვნება кайხანი არ მიმიღია, როგორც ლელასთან მუშაობით მივიღე და აი, შემიძლია ვთქვა, რომ ექსტრა კლასის მსახიობი. ბრავო. და მე შემიძლია რომ დააგასტორო, რომ ეგეთი კარგი პარტნიორი ძალიან იშვიათობაა ხოლმე. საერთოდ და პარტნიორის შეგრძნება არტისტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ხოლმე და აი არაჩვეულებრივი იყო ლელასთან მუშაობა. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი შეფასებაა, იმიტომ რომ ეხა მე დიდი ხანია მართალია ფილმში არ მითამაშია და ამიტომ მართალი გითხრა თან სახასიათო როლის შესრულება ეს ძალიან რთულია. თან მით უმეტეს თუ ესე ვთქვათ კომედიური ჟანრის ესე ვთქვათ პერსონაჟს ანსახიერებ და ამიტომ სულ ფიქრობდი იცი რომ აი რაღაც ზედმეტი არ მომივიდეს თან ესე ვთქვათ გამოცდილ დამსახურებულ არტისტებთან ერთად უნდა იმუშაო ასე რომ ეს ჩემთვის იყო ერთგვარი გამოცდაც მაგრამ ნუ რადგან ესე ვთქვათ რეჟისორი და ამ ფილმში ესე ვთქვათ მონაწილე არაჩვეულებრივი მსახიობები ესე დადებითად აფასებენ ჩემს ნამუშევარს მე ძალიან ბედნიერი ვარ გუტა, როგორი ცალკმრობა გაქვთ ერთად მომიყევით პერსონაჟებს? თქვენი love story-ით იწყება ფილმი, 20 წლის წინანდელი გარიგება. ხო, ესეთივე როგორც მოგზალებით ვისხედით გვერდზე იმ ქორწილში, რაც მაშინ გადაგვიხადა რეჟისორმა ეგეთი გადაწყვეტილება მიიღო, რომ მიზეზი მიეცა მიტოს და საძმაკაცოს იქამ და ფორმალ გაშალეს და ესენი მოგზალებით ისდნენ აქეთკენ სააკეთებენ სამფეხაზე ქონათ გაშლილი. აი ესეთივე მოგზალებით არიან რა თქმა უნდა, მაგრამ ერთადერთი ამომავალი მზე და მთვარე და ვარსკვლავები ყველაფერი რაც არის, ეს არის ჩვენი შვილი. ამიხსნას კაცო, რათა? ამ ანგელოზივით ბაღს რა თვიჩაგრავს? გამაგებინი. ჰა? რა უნდა მაგის იმჯობნი ვინ ანახავ ბიჭო? ბათუმში მივდივარ ცოლი, მომყავსო ცოლიო კაცო. მამა სიხარული, მამას ბარტყი მყავს ერთი. ოქრო რაგბისტი გოგო. რაგბისტი გოგოა? ბარტის სიმაღლე არის 1.86 მ. რა კიდოდათ ამ ხელავშვილი ყავს ავატარი. რატო უნდა ყოლოდა კაპასიცოლი? აი კაპასიცოლი რატო? არა, იცი რა. არა, როცა ბრაზდება, თორე ძალიან მოსიყვარულე ცოლ-ქმარი არიან. ეს იცი როგორი ქალბატონია, რომ ყველაფერი აქვს. ხო. მაგრამ აი თავის რეალიზაციას ვერ აკეთებს, იმიტომ სუსახშია. მთელი აქცენტი არის გადატანილი ამ შვილზე. და ერთი შვილი ყავთ. ხო. და ნუ მაგრამ მე მომწონს რა იცი? აი ყველაფერი ბრილიანტები, ოქროები, ბრასლეტები, რაღაცეები აქ ბევრი აქ ხალხი. და ოღონდ როცა სადმე მიდის და იგონებს რა წავიდეს ხოლმე? რაღაცა ყველაფერს ერთად იკეთებს. ერთადერთს არ უხდება, ხო იცი? ოღონდ იკეთებს. სულ ყველაფერი ერთად იკეთებს. ადის ასხმული. სულ მაგრამ ვერ ახერხებს წასვლას, იმიტომ რომ რაღაცა უნდა გამოტყრეს და ეს იმიანი უკვე ის რა ქვია ჩაბრილიანტებული ჩემს სახში ისე იმიტომ რომ მიდის თეატრში ვერ მიდის იმიტომ რომ მოვიდა ის ავატარი განერვიულებული და ჩაშალა პაესტკა თეატრში და ეს როგორი ქმარია ფილმში შამამტანი ქმარია ოჯახში სამაიტანა. დანაშენი როგორც ხდება ხოლმე რა ესე რა ერთი შვილი რო ყავთ აი ძალიან რო უყვართ ხო ესე სხვათა შორის იქ თელავში ვის ოჯახშიც ვიყავით არაჩვეულებრივ ოჯახში ვიყავით მამით ხარ ქალბატონოლილა რა კარგად ალაპარაკობ თელაურათო მეთხრეს მართლა? ო უი თელაური ხო იც განსხვავდება აი თელავია პორტღელაურია და ეს არის აი ეს დიალექტი განსხვავდება რა განსხვავდება და საიდან იცოდით თელაურად არ ვიცი უბრალოდ ესე ვთქვათ ლელა ყორმოყროლასთან კაცო ეგ არა იცი თანა მღერის მელოდიკას ძალაუნებურად იქ ეხა სიტუაცია კინა აკიხსნა ამიხსენი ხო აკიხსნა იგი აბა გაი მეორე გავი მეორე აჰა აი ყველა ისე ლაპარაკობენ რა უნდა ეხა ანუ ფილმში ლელა მეგრელი არ არის
რო ბრაზდება მეგრელია. რო ბრაზდება უკვე მეგრელია. არა, დედით არის მეგრელი, გაიგე? დედით არის მეგრელი, გაიგე? მამით ფიშტონა სკოგოა. მოკლედ როგორ არის? ესე იგი ფიშტონა ხო ესე მაინც ფიშტონა იყო, გაიგე? პოლიციელი იყო, ამავე იყო და არ ეცალა ხოლმე ოჯახისთვის და საში ხო დედა იყო და საერთოდ ჩვენს ხო დედა ზრდის. დედა ზრდის და ამიტომ მეგრული კარგად იცის რა, მიუხედავად იმისა, რომ კახეთში. დუტა ხო თეორია. ხო და მის მარგალიური ვარიათი და პრობლემას ხომ ქონი კახეთში. აჰა. რა, ნუ გავო, რა თქვა? ჩვენ ვერ გავიგეთ. და გემართა რას მეყურებ გოგო უთხრა და აი ხო არის კახეთში ხო დაბადებული გაზული მაგრამ აი მოჯგირო მარგალიური ქარწყე ხომაია. ვაიმე, რაო დუტა. რა კარგი მეგრული, რა კარგი მეგრული საფლობს გესმისო მაიაო? აჰა, ეხლა გავიგე. ეს ამბავია, ხვდები? აი ხლა წადი კიმა სადღაც ქეიფოვზე მოეთრიოს და კაის გამოიყვანოს იბუთახიდან საქონელი ის არა ვაიმე არ გამაგიჟოთ თორე ლეწვა მერე ნახეთ ვაკმასერაც ციცი დაწყნარდი ციცი დაწყნარდი ამდენი ნერვიულობისგან ამოწევი გაზრდება დაწყნარდი მაგას მე მივხედავ ფილმში არის ახალი პერსონაჟიც რომელიც პირველ გარიგებაში არ არის დაუძახოთ უნდა დაუძახოთ დათო როსტომაშვილი ორკესტრის რეპეტიციაზე როზის და მწარე მოდისო რო იძახის. ვაინე დიამიკო მწარე მოდის მწარე ხარა დიამიკო გადმოუხია მწარე აი ყარელი თაბა ოდი ჩორე ჩარა დავემ შეიტანე ჯო მამით როგორ ბძანდები? შენ როგორ ახარ? ჯორმუსტანგივით. შარშან რო იყავ ჩვენთან. დიახ. ეს არ გქონდა. ამოიქოჩრა როგორც იქნა, ხო? ახელმა ქნა ეგ ამბავი, რო იცოდე. ესა, აი ესა. ანუ გადამნედგავი კახელი იყო? 100%-იანი თორე ეგრე ყოჩაღი ხო ვერ გამოვიდა. გიხდება. როგორი ხარ ფილმში დათო? ქოჩორა ბიჭი ვარ, ყოჩაღი კლუბის გამგე ჯენტლმენი ჯიმი. ლელა როგორი ცოლი, როგორი მეუღლია, იცი? როგორი? გისმენთ იქა და ნერვი ულობდი არც ერთ მარა თქვის. კიმა მივიდა სახში ერთხელ და გამეგრელებული იყო ესა. ხო. ოღონდ კახური აქცენტით გამეგრელებული. აუ. უთრა რომ ჩემოდანი ჩამილაგეო. რეადი გინდაო? იმა კითხა. რაღაცა გუნება შავ ზღვას ამთხოვს. აბა კარგად დაფიქრდი შავ მიწას ხო არ აქვს? მარგალიტები აკრებ, აი, იქ. რამდენიც გინდა? კოგე მართლაც საკეთ არიგებს ხოლმე. ხო, დაგვირიგე რა. რომელი ერთი? აი, რომელიც გინდა. შუა. ეხლა მე გეტყვით, ერთი სცენა არის იქა რა? ვიცკინაანთა რომ მივდივართ დაკრძალვაზე. ვიცკინაანთი ვინ არის? ხო და იქ არის ახლა. მაიცა, ვიცკინაანთი ვინაა? ვიცკინაანთია ჩვენი მეგობარი, კაცო, ბიძინა. ბიძინა და მოუკვდა სიდედერნაცვლის დედინაცვალი. აჰა, გავიგე. ხო და ეხლა კახეთში ყველაფერს თავისი წესები აქვს და ხო. ხაშლამის მაგალითად, აი, ჩამოტარებას, გადაღებას, ჭამას და 1000 რაღაცები ეგეთი. ჩადმარი, ჩამოტარება. აი, ხაშლამის ჩამოტარებას რა წესი აქვს მითხრა? ნიუანსებია, ჩამოტარებით ესე იგი ცოტაა ხაშლამა და ჩადგმით ბევრი. გავიგე. არის ჩახეთქებითაც გენოციდი. ხო. მერე. აი, მაგალითად ერთი რო ერთ ანეკდოტს მოგიყვებით. მე გასწავლ პაპაჩემა რა დამიბარა ანდერჩი იმებს მოგიყვებით. რა დაგიბარა მოყევი? რა დამიბარა და შვილო, მე ხო ქალაქელი ბალღი ვიყავი, სოფელში ჩავდიოდი ხოლმე სტუმრად. ქალაქელი ვარ და ქალაქელი ჩამოვიდა ქალაქელი და პაპაჩემს ახლა ქალაქს წინდა რო იზახდნენ ქალაქელი, იმიტომ რომ უნდოდა რომ იქაური წეს ტრადიციით გავსდილიყავი და დამიბარა. შვილო, დაიმახსოვრე. ხაშლამაი რო ჩამაატარებენო,
შორიდან არც ერთ ნაჭერ თვალი არ დაადგაო. იმიტომ რომ შეიძლება შენამდე ვინმე გადაიღო და გული დაგწყდება. ეგ ერთი. მე აუსრულე პაპას დანაბარები. მაშკაცო, თვალებ და ხუჭული ვარ ხოლმე ხაშალმა რო შამაა. და ახილი აქ არის უკვე მეორე. ხაშლამის გადაღების წესი. ხო. არის ეგეთი. ხო. ეხლა კახეთ ჩანგალ რა უნდა? არა. რასაო გუდი ყველი დაუჭრელი შამარ და დანაც არ არის. ჩატეხო. მარა, მიატეხო, ხო და? შოთიც ჩატეხვით. მაშკაცო. ო და ეხლა აი სინით რო შამაიტანენ ხაშლამას ორთქლი რო გაედეს. და ნისლი დადგება ხოლმე ეგ ტუმანიკები რომ ჩართო. ხო. ხო რა ხედავ ყოჩაღი ნაჭერი რომელია და ხელ რო წაატან და ცოტა წამოწე პაპა ჩემი მასწავლიდა. თუ არ მეგეწონა შილო დაგდივი რაც ხელიაო და სხვა დაიღეო. ო და ის უნდა მოუყვე კაცო. ხაშლამისტები, აბა, სულ ხაშლამისტები. რაღაც ამ ხაშლამამ გული დაგწყვიტა, მე მგონი არა, არა, როგორ გეკადრება, საერთოდ. არა, გენაცვალე, საერთოდ კახეთ სავიზიტო ბარათერი ხაშლამა. და გარიგება. უკვე მაშკაც. ხო. ფიცი მტკიცი არა, ჭირდება და ჩამაატარეს ხაშლამა და ეხლა იგეთი მომენტია, რომ აი ეგრე სინით. ხო, სინით მიაწოდა, გაიგე პატივისცა. ხო. ჩამოსული სტუმარი იყო და ეს უყურებს თან გაიგეთ, ამა ხელები ეწვება ამას, კაცო. ოხშივარი აზდის სისა და ეგრე გადმაალაგა და რაც კარგი ნაჭრები იყო და ეს ოხშივარი რო ცხვის შაზდის და უყურებს ის სინი ვისი ფიქრი. რო აღარ დარჩა არაფერი, ბიჭო, რამდენი გადაიღე, ინგალაცია უნდა გაიგეთ. ნუ ახლა შეეხება ეს ხაშლამის თემას. დილა არის, დილა. ხო. დილა არის, აი კიმა იღვიძებს. ბახმელეზე დოლფანდი უკეთია თავზე ეგ მაგაი. ხო და დაუძახა თავიცორს, გენაცვალოს, კიმა მოუთხრა. მიდიო, ეძება ჯერ ნაბეღლავი ვერ ანახა, ბორჯომი ვერ ანახა, ვერაფერი გაზიანი და კამპოტი გამიხსენიო და ფანჯრიდან გაიხედა ამან. კიმა ჯერო თოვლი არ მოსულაო. ოგო კამპოტი გთხოვე განალიჟები აი ეს თქმარი არიან, ხო გჭირდებოდა დაახსნა. კი. ანუ მე როგორც მივხვდი, ძალიან ბევრი მარგალიტებია ფილმში. როგორც პირველ ნაწილში, რომელიც ესე გავრცელდება ხალხში, ხო? ყოველ შემთხვევაში უდრივით არის აი ეგრე მოყნეული. იცი რა მითხარი დათო? ეგრე გამობრანჭული რა დახარ. უხდება პოსტი. ახალი ჯენტლმენი ვარ, გენაცვალე. არიან ეგეთები არსებობენ. რა სალაბო? არსებობენ. კონათ შაურია. ოღონდ მე ყველაზე ჯენტლმენი ვარ. რატო? იმიტომ რომ შინდისფერი გასწუკი მიკეთია. დაიწყება დიმ. ისიც მიხომ რომ შვილი სასწავლებლად უცხოეთში გავუშვა. ჩამოვიდა 6 წლის შემდეგ შვილი, მამა, ეხლა სუფრაზე შეხვდა და რა ისწავლე შვილო. ესე ინგლისური ვიცი, ფრანგული ვიცი, გერმანული ვიციო, ჩინურად ვლაპარაკობ და ცხოველების ენაც მასწავლეს და ეგ როგორო და აი ნუ ქათამი რო კატანებს ვიციო რას ამბობს, კვერცხი უნდა დავდო. ვაუ, აი ძაღლი რო იყეფებო, ეგო აი მეზობელი მოდისო, შაქრო და გაიღო კარები შაქრო შემოვიდა. ამ დროს ვირიხროფინებს ბოსტნიდან. შვილო არ დაუჯერო მე დედა შენისთვის არ მიღალატიაო. ახლა ზეკითხებენ ყველაზე ძლიერი ცხოველი რომელია და სპილოო და რატო და ვირივით ჯანი აქვს მადუცენ არ მოყვები სამარჩევიდე გახდი მე სკოლაში მშობლოს რა და მაგარი ცელქიშვილი ყავთ რა და თან არ სწავლობს რა ახლა დღეური შეხედეთ ჟურნალს გადავაშლიან ორიანი სულ გიждდება ხსაბაბის როგორ ერთ რამეში მაინც სამიანი არა ნიჭიერი ბავშვი არის ხატავს ძალიან მაგრა ხატავს აი ხუთიანი ყავს ხატვაშიო აი მაგალითად თუ ვასწავლებმა იმას მე ხს დახატა ბუზიო და აი 5 წუთი ეს კლავდი ხელი მოვიტეხე ვინ მე რო ნახე რომ ნახატი იყო თუ ო მამასე ეგ ვიცი მამა ენაცოლოს ინდას ლობელი ისეთი მუტ დახატა ერთი კვირა ხიჭოს ვიძრობდი მაგის დეტალში ამას თო დაადე გამოდის დილ თაივანზე. მაგრამ აი დიდ ნიფხავიაციო და ეგეთ მაისური რა. პანჯულები.
გაიხედავს და რამდენიმე ქათამი დარბის ეზოში და ერთი მამალი ხან ერთ ქათამს გაეკიდება მიჩინჩლავს, ხან მეორეს მიჩინჩლავს. ესე მოიარა რა ყველა. ამას გამოდგება მარო. აი მასე გადმოყრის სიმინს. მამალი გაიხედავს, გამოიხას დაანებს ამ ქათამს და გაეკიდება იმას. სიმინცაკე გაწავა. გაჩერდება ცოტა ხანი ხო და აი ღმერთო ეგრე არ მამაშიო რა. აი, კახელი მოიყვანს ცოლს და ღამე არის, დაწყებია და ეთერება და ჩაასწრიალებს ხოლმე და საჯდომთან გადაუსმობს საჯდომ ძეხას და გაეცინება რა გაგაცინებს ეს ცოლი ეკითხება რა და არაო რა პირველად ვიგზენიო საჯდომი კუდის გარეშე რანაირი ყოფილაო რა. მარო ყიდი სემიჩკას თელავში კინოთეატრის წინ. და მოვლენ ახალგაზრდები და როგორც იციან ხოლმე ასე შეუჭამენ ამ სემიჩკას და იყიდეთო რაბებიაო 1 ლარი სემიჩკა იყიდეთო და მზესუმზირას ვიტყვი. მარო ყიდის მზესუმზირას თელავში კინოთეატრის წინ. და მოვლენ ახალგაზრდები კინოში უნდა შევიდნენ და შეუჭამენ ამ მზესუმზირას მაროს და ეს ეხვეწება რომ იყიდეთო რაბებია 1 ლარის მზესუმზირა იყიდეთ. არა არ გვინდა შევალთ და ბატიბუც ვიყიდეთო. ვაჟნე 50 თეთრის მაინც იყიდეთო. არ გვინდა კაცო შენი ძუნძგლიანი სემიჩკა შევალთ და ბატიბუც ვიყიდეთო. ხოდა ტაქსისტია მკვლელი. მიხო უყურებს იმედგაცრუებული თვალებით თავის ბავშვს, რომელიც არ გამოადგა ისეთი, არ გამოვიდა როგორც უნდოდა რა. უზრდელი ბავშვია, ყველაფერს აპუჭებს და პლუს ამას აქვს ძალიან დიდი თავი. ხრებზე დიდი თავი, ყველაზე დიდი თავი, არ არსებობს მას თავი და უყურებს იმედგაცრუებული თვალებით და შენი დედა კი ვატირე შენიო. რაც შენ გვეყოლეო, იციო დედა შენს გემო ვეღარ ჩავატანეო. მარო ყიდლობს კახეთში ერთ-ერთ სოფელში ვისკას. კატების საჭმელს რა და გამყიდველეობნეო მარო რა დგინდაო ვისკასო კატა ყავსო და არაო რა კატა მყავს მიხოი შაუყვარდაო ძაანო და ჩვენ რა თერთობა კაციო და მიაქეს სისტემატურად და ეს გამყიდველეობნეო რომ მოკვდებაო რა ესაო კატის საჭმელიაო მარო კაცს ვაჭმე მოგიკვდებაო ხმარი არაო კაცო შენ მომეციო და მიაქეს ერთ სისტემატურად აჭმელს და ესე არა ერთი თვე ორი თვე და უცებ აღარ მოვიდა ერთ დღეს არ მოვიდა ერთი თვე 40 დღე არ გამოჩნდა და 40 დღეს მოდის შავები აცვია. მარო რა მოგივიდა? მიხო მამიკვდა. აი არ კი გეუბნებოდი ნუაჭმე მაგ ვისკას, აი მაგის ბრალე. არა რა ვისკას ბრალეა, ხის გუძირში იტყვა, ყველა და წელში გადაინტრო. ხოზის და ამესადინებს თავის შვილს რაღაც საგანში, იმიტომ რომ ის ჩამორჩენილია სკოლაში და ვერაფერი ვერ შეაგნებინა, ვერაფერი ვერ აი გეოგები ვერაო, მაგაიგ ვერაო და აი დაუკაკურნებს, აი ეს ხარო რა ეს ხარო და მოიცადო კარებზეაო ვიღაც შვილეულმა და მიდი გააღეო. ალიკო იპო ვერა ეს ალიკო არზე არის ეძებს ანეკდოტებს იმას ვეტრად არც ერთი არის ის მე პირდაპირ მოვყევი ეს კაგებაში არ არის აი ანეკდოტები ახლა მას ხიან მე მოსამზადებელი მიხოზის სახში გაბრაზებულია მაროზე რა მარო შენი ოჯახის ფოტო ალბომი მომიტანეო რა რადგინა მიხო სურათები უნდა დაათვალიერო არა ქალო კეთილები უნდა გაგენო და მეშინია ვინმე არ გამამრჩესო თუ დაგვიპარდიერდეს კახელებმა მე და ზალიკოს გოლაგარი მიხო შვილი არის ჯარში შორს ძალიან შორს რა საქართველოსთან კომუნისტების დროა და რა ქვია სახში უნდა წამოსულ და ვერ მოდის არ უშვებენ რა არც ფული არ აქვს ვერც მოდის და არც საშუალება არ აქვს და გამოუგზავნის მამამის ამანათს კახეთში მიხოს რა ქვია და შიგნით ხელყუმბარა და წელი მამიო ეგე მაგარი კალიცვეთი ხელ გამოეკრამო ორი კვირა სახში გამომიშვებენო მიხოზის ციხეში და შევა ექიმი და ეცემა ხა ეს მიხო მარტო არიან საკანში და ვაიმე შენი ჭირიმე მიხო ხელი არ მახლოს სამი შვილის დედა ვარ სამი შვილის დედას კერო ხუთი შვილის პაპას არ ვინდობს საკანში ვირებზე მოგიყვებითო ვირებზე რამდენი ჩვენი გვირების კასტინგი გვაქვს გვირების კასტინგი რატო გაქვთ საჭიროა
კახეთში ვირები აღარ არიან, პრობლემა მაქვს. მე ახლა უნდა დავწერო პროექტი და ვირსაშენი უნდა გავაკეთო. რა გინდათ? აღარ არიან, აკურაში ორი ვირი ვიპოვე და ერთი ჩოჩორი. დედა ბაბარი და ბალღი. სამაგეროდ მიხო მოქროსთევის დაიჭირა. ოდა თევზმა უთხრა თევზმა რომ გამიშვიდა სამსური შეგისრულებო და მიხო კეთილი იყო და უთხრა ბაზარი არალიო გაუგო და ეხლა სამი დედალი ვირი ყავს სახლში დავრავდებია რაღაცა ეს ყველაფერი მხოლოდ დასაწყისია. მოდით, სულ ცოტა ხნით შევისვენოთ. რეკლამის შემდეგ კი გარიგება პროფილში გაგრძელდება. გრძელდება. ხოთ მივესალმოთ მარინა სამარაძე. საღამო შეგაფისა, გამარჯობა, გამარჯობა. თქვენ როგორ ხართ? მოგვენატრეთ ძალიან. დავიცი, ნელა, გამარჯობა რა მეგობრებო. თქვენი პირადი ცხოვრება როგორ წარიმართა 20 წლის მანძილზე? თქვენი არა იმის. გასაგები. უკაცრავად, შეიძლება? კეთინო ექიმი, თქვენ აბრძანდებით? გახლავთ, რა შეა საქმე? კეთინო ექიმო, თქვენთან ჩემი ბიძაშვილის რძალმა ზინამ გამომგზავნა. იმათ 8 წელი შვილი არ ახავდათ. დღეს სამი ვაჟის პატრონები არიან თქვენი წყალობითა. კეთინო ექიმო, მეც უნდა მიშვედო თუ შეიძლება. შენი ჭირიმე, შენ ხელებს ვენაცვალე. გაწმადეთ, ქალბატონო, ასე როგორ შეიძლება? უშვილობის სეანსებს 6 საათიდან ვიწყებ. გაიარეთ რეგისტრაცია და მოგბრძანდით. ბევრი ცვლილება მოხდა, უნდა გითხრა. გაყვა მიტოს. უყვართ ერთმანეთი. ყავთ შვილი, მაგრამ როგორც ხდება ხოლმე საერთოდ, ბევრი რაღაცეები ისი არ აეწყობა, როგორც თვითონ უნდოდა, ალბათ. გამოდი რა, გამოდი, გადამრია ამ ქალს. ეს სადამე კარგი. დაგეკარგე დავიღუპე ეს კი. როგორ ხარ? აი, საშინლად ვარ. დიმიტრი. დიმიტრი. დაიკარგა, გაქრა. აურთდა, სახლში არ დაბრუნდა. რას ქვია? აი ეგრე, ჩამოვიდა ბათუმიდან და აღმოჩნდა, რომ დიმიტრის სახლში საერთოდ არც მისულა და არც იცის ამან სად არის. ქეჩინოგი ხო იყო რაღაცა მშვიდი, წყნარი, აწყობილი ცხოვრებიდი და აურა რაღაცა და დაანება და გახდა როგორც ყველა ამ ფილმში ესე იგი დაკავდა ბიზნესით. რა ბიზნესი? ნუ იქ შარდენზე კაფე აქვს, ფოტოშოპს. დაყოლილია რაღაცა აი ამ თავის ესეთ აი სვეტსკი ცხოვრებას რო იტყვია, ხო ჭაი ესეც, მაგრამ მიტო არ ამართლებს რაღაცეებში, გესმის? მიტო დარჩა რა, ეგეთ აი მიტოზე აქ აქცენტი. ეხლა ამათ აქ ძალიან კაი ხა არ მინდა მთელი რაღაც მოუყვე, მაგრამ ერთმანეთს დეეტაკებიან მოკლედ ეს ორი ქალი რა. არ მოვიდა დრო რო დეეტაკა. 20 წლის მერე დეეტაკებიან. როგორც იქნა დავეტაკე. ესენი ხო ეს როგორ ამჟელობენ? კონიაკი რაც ძველი უფრო კარგიაო, გაიგე და იმ ძველ კონიაკზე იწყებენ ჩხუბს. ძველი კონიაკი ვინ არის? მიტო? მიტო ამ შემთხვევაში. მოიცა, მიტო, მოიცა, სად გარბიხარ? მიშვედა, ნიკა ექიმო გამექცა. ნუ გეშინია, მარო აქ ავარ. მიტოს მაკაცი მოვიდა ჩვენთან. აბა, ტრისტანს არ ავიძა. აბა. გამარჯობა. როგორ ხარ? გამარჯობა, კიდე ესენი არიან გასა. ჩვენი კი წავალ. ტრისტან. ესენი კუპეში დავსხდები. მაგრამ რამე იგეთი არის ტრისტან. მაგასო შეეკითხეო. ეგა ხარკოვში იყო და გაიგე სხვა. ხო და სად იყო ეს შეეკითხეო და არ ვიცი ესე დამაბარეს და რატომ უნდა შეგეკითხო? მე პროდიუსერმა მითხრა, გაიგე არაფერი და კონტრაქტში შემიწერი, არაფერი არ თქვა ისეთი, სახელი და გვარი მაქვს დავიწყებული მოკლედ რა. არაფერს არ ვლაპარაკობ. ძალიან მეშინია. მე რო ამ ფილმზე შეშინებული, ეგეთი შეშინებული არ რატო ხარ შეშინებული? არაფერი არ თქვა და არ ვლაპარაკობ, ხალხო. ხო და თქვენ ვის თამაშობთ? მეორე გარიგებაში. არა, ვერ ვიტყვი რა. ვერ ვიტყვი რა ძალიან. არ შემიძლია. რატო? რავი, ასე ვარ დავიგებული. ბატონო დაუთხარით თქვას რა. ყველამ თქვა და თქვენ მეგობარს თამაშობ რა. ზაქროა, ზაქრო. რომელიც იყო ხარკოვში, გაიგე 2 წელიწადი. აჰა, მოყევით რა. აი ნანულის სულ ეგეთი, ახლა იდეა ჩემი იყო რომ შემოვარდა, გაიგე ხარკოვის თემა და
რა გიდერათ ხარკოვში? ნუ თავს რო იმართლებს რაღაციდან, გაიგე, ვითომ აქ არის, მე ხო ხარკოვში ვიყავიო ამ დროს. ძალიან ასხამს ხო იცი შენა? ზეგა თუმაშე ვირო შენა აგერ მოიდებს კონსპირატიულად აბა ბიჭო ვიპოვნე ეგემა და რესტორანში ავიდე თუმა კურიოს მოგიყვებით ახლა შეიძლება და თუ მე მოვყვე იმიტომ რომ მეც ვესწრებოდი იმ სცენას რომელი ახლა თუ გითხარი მე შენ მოყვები ხო და აბა მოყოლით უთხარი ტრისტან მოყოლით უთხარი თუ სცენას ვიღებთ ბულვარში რა ახლა ბოლო გადაღებებია და ნუ რაღაცა კარგი სცენა იყო რომ გამორბის ახლა ეს ჩვენი ერთ-ერთი გვირი გესმის და გვამცნობს რომ აი ვიპოვეთ რაღაცა სიუჟეტს არ ყვები რა ხო და გვამცნობს რაღაცას და დამთავრდა ახლა ეს გადაღება და იქ რაღაცა გაწევ-გამოწევები მოხდა რა მე ვიღაცა უცხო მთვრალები მოვიდნენ რაღაცა გაიწიეს გამოიწიეს ერთმანეთთან გესმის და ძალიან სერიოზული დაძაბულობა შეიქმნა რა ბოლოს ავედით ავტობუსში გესმის ვზივარ და მოდის პოლიციელი რა ორბიან ორი პოლიციელი ძალიან დიდი ბოდიში მინდა მოგიხადოთ ძალიან დიდი ბოდიში რა იყო გადაღება გვეგონა იმიტომ არ ჩავერიეთ ჩვენ გვეგონა რომ ეგრე იყო საჭირო და არ ჩავერიეთ იმიტომ და ბოდიშიო ის სადაც საჭიროა ჭო უკვე მიყვანილია იმ ტიპებზე რა დაიჭირებს რაღაცა უკვე ფილმში არის ორი ბალღი ერთი თქვენი და მიტოსი დიახ და ერთი თქვენ ოჯახში მაგრამ თქვენ ოჯახში კიდე ერთი პერსონაჟია ვინ არის სხვათა შორის ეს პერსონაჟი ესე ვთქვათ როცა პირველად მეზაზა შევხვდი და ესე ვთქვათ სცენარს გავეცანით აი რატომღაც ვიფიქრე რომ ხომ არ იქნებოდა კარგი დავუშვათ აი ესეთი პერსონაჟი ანუ სახში ამ ქალს ყავს მოურავი მაგრამ ეს იცი როგორი არის ანუ არავინ არ ყავს ამ ადამიანს და ეს არის ამისი ოჯახი ერთგული ადამიანი ყავს ძალიან ერთგული ადამიანი და აი ეხა მე ესე ვთქვათ აღარ ეს უნდა ნახოთ უბრალოდ როგორი ჩაცმულია და რა პერსონაჟია ეს ადამიანი და მე და ზაზამ მოვილაპარაკოთ რომ მოდი ესეთი პერსონაჟი დავამატოთ და მე ვიმჯელეთ სახელზე და ესე იგი ზაზამ მოიფიქრა რომ მოდი ამ პერსონაჟს დავარქოთ ფუცუნა. ფუცუნა რატო ქვია? თუ რა ფუცუნა? კაცია თუ ქალია? კაცია. ფუცუნა. შედავისა გამარჯობა. გამარჯობა საყვარელი. გამარჯობა. როგორ ახარ გოგა? არ მე აქ ჩემ აქ ჩამოუჯდები ასე თქვა. ჩამოუჯდე. ესე იგი მე ვარ ფუცუნა, რომელსაც როგორ ლაპარაკობს ფუცუნა? ფუცუნა არ ლაპარაკობს. ხო, უფრო ემოციებს გამოხატავს, უფრო დამოკიდებულება, შეფასებები აქვს მოვლენებთან დაკავშირებით. აი როგორი? აი როგორი მაგალითად აი მე რო ვეტყვირავი, რა გინდა აკავშირა? ანუ ყელში ეს როგორც იცი უფრო ჩვენ გვაქვს სიდედრის ურთიერთობა. ნუ სახში ყავს კიდე ეს ავატარი, რომელიც ძალიან მაღიზიანებს, იმიტომ რომ ვიზუალურად უნდა იყოს ფუცუნა, ანუ ძლიერი, ეს ფუცუნა უნდა იყოს იმ მდგომარეობაში, ანუ ჩვენ როლები გვაქვს გაცვლილი რა ვიზუალურ მხარეში. ლელას და თქვენ როგორი ურთიერთობა? ნუ იდეალურია, ამაზე ვოცნებობ, ამაზე ვფიქრობ, ამას ვაცმევ, ვაღმერთებ და მთელი ჩემი ცხოვრება აწყობილი მაქვს ჩემს ციციზე. ხო და ესე იგი მე არც ასაკი გამაჩნია, არც წარმომავლობა გამაჩნია, არც სქესი გამაჩნია. და რაც მთავარია, ყველაფერი ეს იმპროვიზაცია ხდებოდა, ექსპრომტად იწერებოდა და კოსტიუმიც მეხმარებოდა, კოსტიუმის ჩამსმელი იყო ამ შემთხვევაში ლელა. ინული მოიტანე, დედი. მალადეთ დედა. გენაცვალოს დედა, რა მაგარი ხარ, რა. რა მაგარია. აი მე, ფუცუნ. ფუცუნ, რა მოვიდა კაცო. ფუცუნ, გენაცვალოს დედა, რა. ახალი პერსონაჟი უნდა შემოგვიერთდეს, რომელიც პირველ ნაწილში არ არის. როლანდო კროპირიძე. გამარჯობა, გამარჯობა. გამარჯობა. როლანდი, ბირჟავი კიაო შენზე ამბობენ. ეგრეც არ არის, თვად ბირჟავი კი არ არის. აბა ვინ? სახიობია ჩემი პერსონაჟი.
და თამაშობს მეფე ერეკლეს. და ამ ხელა მეფე ერეკლე, ამ სიმაღლე მეფე ერეკლე არ არსებობს. როგორი მეფე ერეკლე ხარ? სადა კლუბში? კლუბში ხო, კლუბში თამაშობს მეფე ერეკლეს, შენვირად კარგი როლი მისცეს. ტრები ყავს რა, როგორც ძველად იყო ხოლმე, ნუ ხანდახან ეხაც არის ხოლმე თეატრებში. რაღაცა. არა, სხვებსაც უნდათ ამ როლის თამაში და მეფე ერეკლეს თამაში უნდათ, იქ ნაზირ ვეზირს რო თამაშობს. ამოს მე თეატრში ვიყო მეფე ერეკლეს ეს უნდა თამაშობდეს უკვე. ხოლო ნუ რაღაცა ძალიან ცუდად მოექცევია შუა სცენაზე ისეთ რამეს გაუკეთებენ რომ მეტი არ შეიძლება ამ ჩვენ მეფე ერეკლეს ძალიან ცუდი მდგომარეობა დააწვევა ასე ვთქვა. ეს არის ძალიან ცნობილი ფილმის გაგრძელება. ჩვენ მაშინ ბალღები ვიყავით ეს ფილმი რო გამოვიდა. არა, პატარები იყავით. მე ვერ წარმოვიდგენდი ახლა გარიგება მეც გავერიე მარაკაში ახლა. ვერ წარმოვიდგენდი თუ ვითამაშებდი ახლა გარიგება ორში და ვინ არის ბაკნიძაზა როლანდი? ბირჟავიკები არიან სოფლის, რომლებიც თან ჯიმის თან კლუბში არიან. ზაქრო არის სახალხო თეატრის რეჟისორი, ხარკოვში აქვს სარეჟისორო სახალხო თეატრის რეჟისორების კურსები, ვიშიე კურსი, ნაროდных театров. ამთავრებული აქვს ხარკოვში და აქ მუშაობს დრამწრის ხელმძღვანელად. აფსუს ვის ხელში დარჩა ბირჟა? რა იყო მარო რა დილიდანვე ამაიღე ბიჭები მიზანში. კაცო, აღარ უყვარვართ, გაიგეთ? აღარ მევასებით, ვერ ხვდები თქვენა, ვა. მევასებით კი არა, თქვენ ხო ვერაფერში კაცი ვერ გამოგიყენებთ რა. ორკესტრია და ახალი ვერაფერი ვერ დაგაკრევიდეთ. კუდანზე ჩალახოს უკრავთ. თეატრია და ეს ერეკლიდე ამოვიდა ყელში რა. შენ კიდე ზაქრო აღვადგენო და შენი აღდგენილი ვერაფერი ვერ ავნახე. კაი რა მარო რა, კაი, ნუ წაკალე ტვირი რა. შენ და ბაბაც გინდა და ჩიჩიაც ეგრე სად არის კაცო? შეგვიშვი იმ კლუბში და პასუხი მერე მოგთხოვე კაცო. ხო და ეგრე სად არის აბა ისა 2 საათში კაცო, კვირაში 2 საათში ორკესტრის რეპეტიციას და თეატრის რეპეტიციაც იქნება კაცო. ბანდათო. რა დათამაშეთ მეფე ერეკლე? როლანდის. ვათამაშე რო? არა. ეგ არის ვინც არის, ეგ არ მათამაშებს. არა. მომიყევი რა, მომზადებული მაქვს რომ მითხარი. რა მოგიყვა კაცო, მიხო სუთხარეს რო. მიხო სექს პა ტელეფონო გიცდიაო. სექს პა ტელეფონო არა, არაყი მესიჯითო. ბანიზადა. სუბემზადებოდი რა ეს მეკითხა. პირველ ნაწილში რაღაცა სექსის ჩანასახები არის. მე მოვედი. Minzdrav предупреждает. იმ დროისთვის სექსი რო არ არსებობდა ეს იყო გადავყერით აქ არის მე გეტყვით არის აფია აკური კლუბში აკური კლუბში მე ხო კლუბი გამგევარ ჯიმი ისა კიდე მეფე ერეკლე ხო და კლუბში საღამოობით განამარტო სპექტაკლები იყო ხოლმე სპექტაკლი მეორე განყოფილება ღონისძიება და მარო მამიდას მემალებოდით ხოლმე ეგ სცენა რა და მოვარდა და სამო კია გაფუჭებული გაიგე რო დაიკეტა ვეღარ გააღებდა ვეღარ დაიკეტა გაიგე თია ხოცა იქ ერთი სცენა გვაქვს რომ აბა მე ვიძახი რომ განა მაღაზია მაგრამ სადღაც მაღაზეც არის მე ვიძახი და შემოვარდა ქალბატონი ნანული და უნდა თქვას ესა რომ განა მაღაზია მაგრამ შემოვაყარები და ეგრეა მაგრამ ეგრე უნდა იყოს საჯინებელი ოთახიდან გამოვიდა აჰა მისაღებში ყოფილი სახეა შენ სუსტი სქესი ეძახე რა მოტოლა ენერგია მიაქო მარო
რომ უთხრა მიხოს კურსკა წაიღეო რა შეაღებინეო მიხო უთხრა კვირაო დღესაო რა ვერ შევაღებინო მაშინ თელავში წაიღეო თელავში რა ორშაბათი იქნებაო მიხო მიდის სოფელში შარაგზაზე და გაზის ბალონების შესვლის დღე არის გაიხედება და მაროზის ცარიო გაზის ბალონზე და შეხედავს და მარო მაგას რო დასტენი ჩემსაზე გადაჯექიო ეს კორესპონდენტები ჩავიდნენ თელავში. ყველაზე ძალიანო რა გწვითხო რა, ამ ახალგაზრდებსო. რა თამობ ჯო, აი გორას ხო ხედავ, ეთვალუსწლიანი გორა არის. პაპა ნაკებაშო გაიხედავ და სამი ვირი დგაო. სილიბრით როა ხვალ მამლები და ხვდებიან აიგარი ყველა. კახელი ლოტოში მოიგებს 4 მილიონს რა. სახში მივა გახარებული, გაოცებული და მარო ყვირის, მარო და გადმოდგება მარო ბალკონზე. რაო მიხოდა 4 მილიონი მოვიგეო რა და ჩაალაგე ჩემოდანი. მაგრამ უცებ გავარდება ოთახში შევარდება და ალაგებს თან ჩემოდან და გადმოდება ისევე ბალკონზე და რომელი ჩავალაგო ზამთრისა თუ ზაფხულისა ორივე და აქედან აუცი დროზეო. ერთი კარატეთი ჩავიდა კახეთში. მიხო მოდის ქვემოდანა და აი ესე უჭირავს ხელები ზუსტად. არც იკიტაცებს არც აკეთებს. ამან იფიქრა რომ ესაო რაღაც ეწოდინებაო ეს კარატეზე ვისაო და დახვდა და სცემს, მაგრამ ესა მაინც არ ასწევს აქეთი თითქოს ხელები, ისე უჭირა. გაანება ეთყობა გიჟიაო და გაანება თავი. დავიდა სახში ეს მიხო ისეთი ასესხლი გაზი პირიდანაც. სახში რომ მივიდა თავის ჩორეუბნება. რა იყო რა საგეხარო კაცო, გამოგივიდაო. ერთი ფანჯრის ზომა არ ამჭერიყო ხელში, ხელი წავა და მე ენახა რა გეჭავა გეგიმნა. მარო ზარი გამოგადგაცო რა მგონი ავატყობ შემოგტენესო ტელეგრამი კონესოდო კაროზე გააჩერა რა წყალ დავდე რაღაცა ბოთლს გავავსებ გზას გავავიძებე ამ დროს იქ პაპა არის მისული ურმით რაღაცა ბიტონებიას ბიტანინის წყალს ავსებს რა წყალი უნდა გავავსოს წაიღოს სახში უცბად ქარი წამოუბერავს რაღაცა გაზეთ ხალხს წამოიღებს და დიაფარებს ამ ვირს სახელი რა დაფხება ეს ვირს და გავარდება ეს მიხო უყურეს დედავის და გადმოვარდება ბიტონები რა წაიკითხა ამ კეთილზე აღება მილიციონერი ისე ვყავთ შეიძლება აი ყავს რა გინდათ მილიციონერი ყოფილია რა და იყო ეს არის ქალაქში უნდა დამასახლო ა დამალევინეთ ერთი სწორია ენი ადგილი ქალაქშია იქ უნდა იყო ქალაქში უნდა ცხოვრობდე შენც ეგრე გოგი ნიჭიერო ზაუთის კომენდანტად მუშაობ ზაუთზე უნმოუყო რომ შემოვა ხოი რა შემოვა რატო მოდის მამუკალორია აი მოვიდა გამარჯობა ეგრე გავიგე სად მუშაობსო ახო ადამიანი ყოფილი მილიციონერი და რა საკეთებს ახლა ეს მარტო ფუდი დაჩა და დაბუდიალობს ახლოს მილიტარი და მაგას უკაცო მაგას ახლოს მარტო ჭიქამი აქვს პირთან ნადლ არქ მე მოგიყევით ერთ ამბავს შეიძლება ფეზე თქვა ამარო დიაკო კაცი ნუ გააბეზრეთ კაცო რადა ზაოდზეა ზაოდზე და იტყვის ამიმემრე იტყვის საერთოდ ხო უჭმელია ესა უჭმელია ხო უჭმელია საერთოდ და უსმელი არა უჭმელია ხო და საოცზე აბარა იცენა 2 მწვადი მეტი დააყრია როგორ პუდრი ეგრე ეყრია 2 მწვადი ხაშლა ამბავი და 2 მწვადს უმუდმა ხო და ეგ რა არის უმუდმა ხიჭამა ბევრი ბლომად მიადგა დედოფლისა თუ ისე ჩალაღაჯი და თუ ბადექონით თან თბილ არ აქვს ვერავდა ხო და ცოტა გასერა ეგ რა არის კუჭბა ბატონმა მუკავ სანამ შემოხვიდე ზაოდზე მაინც და დამამთავრებინეთ რა იყო დღეს ზაოდზე ახლა რა უნდა იმ საპირფარეშო შიგნით ხوارი ქრდა გარეთ არის და იქ მაინც და მაინც ისეთი კარებია რომ იმას იყენებენ ხოლმე წელიწადში ერთხელა ის გასაღებისა სადაც რუჩკა ყენდება ღრიჭუა გაკეთებული ეს წესიერი კაცი რომ შევიდა ხელი თან ეგრე ეკავა ამასობაში ერთი ზორბა კახელი გამოვიდა და ემზადება აი მიმართული ვაღებული ტუალეტისკენ მიწის
გზადა გაშარვარ სიხსნიდა და ეს ხო შიგნით იყო და კარები უკავია ჩაკეტი სასაკეტი არა და ჩაახველა გვერდია უარა მან რომელი ხარ ნელა ქენი არ გადაგხსნეს ეს კადრში მოხდება არ მოხდება ნამდვილად მე აბა მაგას ვიაბადი მოხდა უზეარი შეიძლება ჩამიგდეს ეხა გურჯანი ხელში და წამომაცდებინეს რაღაც ჩვენ ხუმრობთ ხოლმე ეხა უამრავი მეგობრები მყავს თელავშიც და ნუ იმენა და მე დუტაც ხშირად ხუმრობთ ხოლმე რაღაც ჯანშერი ნამყოფი გაფრთხილებულია უბრალოდ ინფორმაცია არა მე მინდა რომ ყველა გავაფრთხილო გურჯანელება საშილად მიყვარხარ გენაცვალ მაგრამ ეგეთ რა საშილად რო გიყვარს გეტყობა საშილად აი მოყვეს რა მოყვეს არაფერი რაღაცა დუტა რა ერთი სცენაა რომ რაღაცას გვეუბნება რამდენიმე კაცს რომ ამას ესე ისევ ამას ესე და ამას ყველა თავს უქნევს ეს კარგად ვერ იგებს ეს პერსონაჟი აბა როგორ ეს კიდე ახლიდან ხსნის მეორედ როგორ ახლიდან ხსნის და ბოლოს მეორე შენ რა ბიჭო გურჯანელი ხო არა ხარ და რა სამ ღმერთმა დავიფარო მეთქი აკაკეთ გურჯანელება იმედი არა ხსება იუმორში და სიყვარულში და ხუმრობაში მიიღებენ და გაიგებენ ხო ბიჭო მიდი ვაი მე მოიდა რა იყო ანუ რა ფერი ფური გადაგდის მიდი პირველად ძნელია ბიჭო პირველად არის ძნელი თორე მე ხალვასავით მიდის მიდი აირზენა კი აქებენ მაგრამ ამ ხალარკინა ჰაერშია დაიჭერს მოიდა შენცაკე გულდუღა მიხეთქა ბიჭო ადი ბიჭო გადააყარე გაიცი რა ფეხերը გადააყარე ვინინ უწაპეტლე ვინ ახარ შენ აკაცო საშიშია ამოდი ბიჭო ამოდი ოთახში ვართ მე ტრისტანი და როლანდი აჰა ეხლა რა ხდება ტრისტან არის რუძინას არის დაკოქილი მოტოციკლეტი ნუ ეს კიდე ავიტანე ამას ვიტან კიდე არა უშავს ამას კიდე ვიტან და უცებ მესმის აგაზა მაგაზე განსენო მეთქი რა ხდება თუ მე ამას ჟიში ლაპარაკი ყვარებია ამას რა სამი დღე მოიცა გითხრა სამი დღეა ესევა დავჭირ მე და მოტოციკლეტი როლანდი წავიდა ჩამოვიდა გოჩა კაპანაძე ის როგორია ეხლა ვეგეთქვი რა ხდება ჩართვა მან მოტოციკლეტი მე მძინავს და გოჩას არ ეძინება და უშტევს ტრისტანს სამი კაცი ნევროზი დამარდეს ერთი კვირა ეს ლაპარაკობს ის უშტევს და ეს მოტოციკლეტი ყვები ხოლმე ყველაფერს იმას რატო არ ყვები რომ ძილში რო ეწევი სიგარეტს ძილში ეწევა მე მსგავსი არაფერი არ მინახა ორჯერ ხანძარს გადამარჩი კინაღამ დაიწვა ლოგიკა ერთი წამით რამდენი ღამე გაატარეთ ერთად რამდენი 8 დღე და ღამე პროდუსერი მო რამდენი გადაიღეს დღე მქონდა მანამდე კიდე 25 მანამდე 36 წელიწადი ერთად და პლუს 8 დღე მაგრამ ერთად არასოდეს დაგიძინიათ მე დავიფაროს ბატონზაზა კიდე ორი ახალი პერსონაჟი უნდა შემოგვიერთდეს თქვენ წარადგინეთ ვინ არიან ისინი ახალი თაობაა გარიგებისთვის კახა მიქიაშვილი კახა და სანდრო მარგალიტაშვილი მიქიაშვილი და სანდრო მარგალიტაშვილი უძვარი დამტოვა დავიძინე ქვევით სამზარეულოში რო იცოდე ჩემ ლოგიში ეძინა არც იცი მე მგონი როცა თრები თქვენ საწყოს ვერ აგნებთ ხოლმე და კახურად მომიყევით აბა ეგ ამბავი რა გინდა რა მოგიყვა აი ის მომიყევით უძინარი როგორ დამოძინა ხო აი ეგრე ერთმანეთის ლოგინებში რა წვებოდით ხალხო კი მაი კითხე მე რა ვიცი და ჩემ ლოგინში მივედი მამუკა დამხვდა იქ კინაღამ ჩაუწაკი ბენზე გადავჭი დავანადე დავედი კოვიდე სამზერო მე ოტე დაიელო საინტერესო პროფილი დაიწყო რა ბავში ხარ ვიარე და მაინც იქამდე მივიდეთ მოკლედ რა აი მუ ერთი რამე სწორი თქვენს გამიგონე ძილში უი მე დაპატარა კინაღამზე დავაწექია მაგარი გადარჩენილი ხართ ის ქალი დაიელოსოს ის ოჯახში ცხოვრობდით ადგა ღამის 4 საათი იყო გამიშალა სადღაც რაღაცა ერთი ლოგინი დავიძინე რაც მე გულში გაგინე და გლანწრა კახურად მომიყევით ვინ ხართ ვინა მე ხო გელა ვინ არის აი იმათ ოჯახის ახლობელია ხო კი მე ოჯახის ახლობელი ხო ჩვენი ავატარის მეგობარია აჰა და რა საკეთებს უყვართ მაგრამ ვერ ეუნება ვერა თქვენს არ გინახეთ რომ თქვენც ვერ ეტყობთ როგორ წარმოვიდგეთ სანდროს სიმაღლე და ავატარის სიმაღლე ამას უყვარს ეგეთი გაუხელონი სიმაღლე ვერ ეტყობთ თქვენა მე ვარ აკოები ბიჭი მოახო
ყოი ბიჭი, ვა. აი გახსოვთ, როცა მიხაბერძევა თამაშობდა. ხო. ხოდა იმი ბიჭი ვარ. ახალი ტრაქტორი შამიძინა მამა. ხო ეგრე ვარ, რა სოფელშიც ვარ, ბირჟაზეც ვარ და თიაჩიც მიწევს და მოკლედ ნუ ყველაფერს ნუ მაყოლებს. ეგრე ვარ, კახულას, მა. მოგეწონათ? რა, გადაღებ. რატო? მიტო. დედიხნის სოქარი არიან მიხუდამარო და ერთმანეთს ურთიერთობა აღარ აქვს, დაბერდნენ და აღარ შეუძლიათ. ამ ხალხს ძალიან უყვარს მოფერება. ერთხელაც სახლში შედის და მიყოსა ზინავს. საბრანია მაღლა აწეული, ხოდა. მაგრამ რა თქმა უნდა, მეშველი ეგ არისო რა. ეს ტურჭელი მიყარა, მოყარა და მივიდა საბრად გადახარა და ეგრე უჭრა მიყო თითები. ეს პირველი აპრილია მაგრამ უშავდა. მარი მოვიდა სახლში, დაბრუნდა და გაზეთი მოიტანა. დედაკაც ეუნება, დედაკაცო რო იცოდე რა გავიგე გამდირდებით. რა გაიგე ბიჭო? 5 შულზეო ბინას აძლევენ. თმერო ჩორო სახში 3 უყავო. თორი იქან სხვაგან აყავ იმასაც მოიყვან 5 არ გამოვაო. წავიდა, მოვიდა სახში ერთი გადაეხვდა. დანარჩენები რა იქნება? ყველამ თავის ემაილი თამავტო შეხვარა კონდის გაზეთი. ავტო ინსპექტორმა ორი თავის მეუღლესთან ერთად გააჩერა რა უთხა რომ რატო არ არის გამოვიდა? რა არის გორეცო სკალპტორი და აუ. ახლავს გააჩერებს ინსპექტორი და ვერძა ვინგიზისო და მამა ჩემიაო მე რა ღვედი დაბული რატო არ არის დაბული რატო უნდა იყოს რა დედა შენზე გაიწია ხო დასავლეთთან გოგო გამოათხეს კახელმა ვითხოვა გავიდა რამოდენიმე ხანი და საერთოდ არაფერი რეაგირება არ აქონიათ ერთმანეთში გოგო შეღონდა გააგზავნა დეპეშა მამასთან მამე მისველი იქნება რაღაცაო ისო რა ხდებაო მალიტოტი ასე ირი ყავსო და მე არ მეკარება იქ და მისველი რაღაცაო სიძე ხარო სიზეაო და სთხოვე და გაჩუქებსო ჩამოვიდა მეორე ხეწრა მუდარი შემდეგ რაღაცა გარის გაბიჭმა და გაატანა ერთი კვირის შემდეგ დეპეშა აფრინა გოგომ იქნებაო რაღაცა მისველი რა არისო და ჰე ვირი გამოაგზავნეო და ვირზე ხაია მამა იგე დედაშენ გამოგიგზავნე თვითონ ორი კახელი ბიჭი ბიჟაზე დგა და გაჭრეულებია ფული არ აქვს უმუშევრები არიან და ნატრობენ რა ეტო მამა ჩემი იყოს ივანიშვილიო კაცო და რადგინდაო მეორე შეეკითხება ფულის მეტი რა აქვს ბიჭო პრინციპში ფული ნატრეთ რომ დედაშენ თუ კაცი მოუდება ხარო ვარო საბრინა ჩამოიყვანეს კაცო კახეთში ეხლა ეძებენ კაი კახელი კაი მამალი კახელი ჭირდებათ გავაც უკმაყოფილ არ გაუშან ეს საბრინა და გარბიან ეძებენ ისა არა და ეთკასთან ვიდო უთხარ გავჩო არ აქვს ძალიან წამოდი არაო და წადია ჩემს მე უთხარი რამე შეუძლიანო და შაშაწინო დღეში დაფიხმარა წესად დაფსუზიდან როგორ შეუძლიანი სცენარის ავტორი უნდა შემოგვიერთდეს ნათია გოგოჭური აი აღამშვიდობისა გამარჯობა დაგძაბდი პირველი ლეგენდარული ფილმი ხომ მოიგონეთ ეხლა კიდე მეორე აი ამდენი მხიარული ხალხი როგორ შეკრიბეთ 20 წლის მერე შეკრება მე მგონი თავისთავად პირველმა ფილმმა განაპირობა მაგრამ ის რაც მოვიგონე ის თავი და თავი ხომ მოგონილი არ იყო რეალური ამბავი იყო და მე უკვე დამცინიან კიდეც რომ რაღაცა რეალური ამბებიდან და საგაზეთო სტატიებიდან ეძებ რაღაცებსო და საგაზეთო სტატიების სცენარისტს მეძახიან თუმცა არ მწყინს და 20 წლის მერეც ასეა ასე შეიქმნა 20 წლის მერე სიმართლე გითხრათ ფაქტიურად პირველმა სცენარმა განაპირობა 20 წლის მერე იმიტომ რომ იმდენად საყვარელი იყო ეს პერსონაჟები და იმდენად კარგად დაეწყო და იმდენად შეიყვარა ადამიანებმა რომ თავისთავად მოვიდა იმისი სურვილი რომ თუ ვერ ვაჯობებთ ისეთი მაინც იყოს რაც იყო პირველი გარიგება ახლა ამ წუთში რომ ვფიქრობ მე ვთვლი ეს არის მაინც მეტრაჟით ის იყო მოკლე მეტრაჟიანი ფილმი და თავისებურად პერსონაჟებიც უფრო მცირე რაოდენობით გარიგება ხალხმა შეიყვარა სწორედ იმიტომ რომ იყო რაღაცა სითბო და ადამიანურობა აი ამის იქეთ არ გვინდოდა რომ გავსულიყავით და მე ვთვლი რომ სწორედ რომ აი იმ ფარგლებში მოექცა ყველაფერი და ალბათ ძალიან შეიყვარებს ამ ფილმსაც მაყურებელი იმიტომ რომ აქ არის ის საწყისი რომელიც დაიწყო 20 წლის წინ და რომელიც აუცილებლად კარგად გაგრძელდა და რაღაცა ისეთი საინტერესო ფინალისკენ წამოვიდა. ფილმში არის ძალიან ბევრი მარგალიტი, რომელსაც მაშინვე აიტაცებს მაყურებელი და როგორც
პირველ გარიგებაში მე მგონი ისევე გავრცელდება ეს ხალხში და მაყურებელში. ვინ მოიგონა ეს ფრაზები? აი ძალიან მაგარი დიალოგებია. ნათია. ხო, რა ვიცი, მე მოვიგონე არ ქვია, ხალხმა მოიგონა. ადამიანებმა ისთანაც ჩვენ ტრიალებდით სცენარის წერის პერიოდში ფანტასტიკური ფრაზები აქვს თვითონ დათო ძალიან ადვილად იჭერს აი ამ მოარულ ამბებს უკვე ყველა მიცის ეს დათოს ნიჭი და ფანტასტიკური ფრაზები აქვს რომელიც აუცილებლად ვიცი რომ ასეთი ტვინინუ წაიპეპლე მაგალითად გვაქვს ესეთი ძალიან აი ესეთი ფრაზები და არაფრით არ შემიძლია არ ვთქვა ისევ და ისევ გარიგება შექმნა ჯგუფის ერთად ყოფნამ და დიდმა სიყვარულმა და გარიგება 20 წლის შემდეგ ანალოგიურად ასეთივე დიდი სიყვარულით შეიქმნა და არ შეიძლება რომ ცუდი იყოს. კიდევ ერთხელ დავამატე. ყველაფერი ამის არა, აი ამ ყველაფრის გვირგვინი იყო ჩემთვის ნანული. ნანული რომელიც ბრავო. ნანული იყო აღმოჩენა როგორც პროფესიონალი და როგორც საოცრად ნიჭიერი ადამიანი. ბრავო, მე მაქვს ერთი შეკითხვა. თითქმის ყველა მთავარი როლის შემსრულებელი ხართ შეკრებილი. ზის ახლა მაყურებელი და ფიქრობს. მიტო სად არის? სად არის მიტო? მიტო მივნებაშია. მიტო მიტოა კაცო და ნიდერლანდებშია. ნიდერლანდებშია. საღამომდე არ ჩამოვა? არა, ნიდერლანდებიდან ასე მალე როგორ ჩამოვა? კინოში აუცილებლად მობრძანდით და ნახავთ რომ მიტო მიტოა. შვილი, კახელი, ნუ მიდის კახა მამასთან, კაი ხიპიან მამასთან ჯიგრულად. როგორც ხდება ხოლმე და ეუბნება რომ მამიო რა, გადავწყვიტეო რომ ცოლი მოიყვანოო რა. კი განაცვალე შვილო მოიყვანო, მაგრამ ხო იციო, ვინც ინახავს ისას აქეთ ჩავლენ არქეოლოგები, უნდა აღმოჩენენ ვირის ჩოჩს. ვერ გაიგებენ დედალია თუ მამალი. და ბევრი წვალების მერე იპოვნიან მიხოს. საკითხავთ რა თქო, დედალია თუ მამალი. მიხო, რა სიტყვია ეს ჩოჩი ვირი, დედალია თუ მამალია და ალბათ მამალიო და საერთოდ მოიტანა, აბა დედალი ყოფილა გამაჭრიალებდა. მიხო მიიყვანს საყოველს სახში. საყოველს მოგეყარეთ თუთიყურში. და მომდევათ რაღაცა და ეს თუთიყურში გადააფარებს მიხო ადიალოს და დაიწყებენ და ეს მიხო ეუბნება რომ მოდი ხა ჩვენ ზემოდანო და ქვემოდანო რა. ეს საყოველელი ეუბნება რომ ხა შენ ზემოდანო მე ქვემოდანო. თუთიყურში სუმჩუმად არის ხმას არის და ეუბნება რომ მოდი ხა ორივე ზემოდანო. ეგ თუთიყურში იძახეს მიხო შენ იყო მე ხასოვნა თავის შვილი პატარა მიტოა რომ მამი რო გავიზრდები და დავთხრები არ ამცემო შენ პირდი რომ არ ამცემო ნუ მამისმაც რა თქმა უნდა უთხრა რომ არ აცემდა რომ გაიზრდებოდა მაგრამ ხდება ესეთი რაღაცა სახში მოდის მიტოა მთვალი ძალიან და მეორე დღე არის ძალიან ნაცემი აი ჩაშავებული აქვს თვალები გამოდა მამის ეუბნება ხო შენ პირდი მამი რომ არ ამცემო რომ დავთხრები რომ გავიზრდებიო და ყველაფერი მოვითმინეო მეზობლებს რო აგინეო მაცივარი გადმოაგდეო დედა შესაგინე მე მაგინეო მაგრამ ის ვერ მოვითმინე რომ საძინებელში მოისაქმე ჭხირები ჩაარჭი და თქვი რომ ეს ღარიბი დღეიდან ჩვენი ოჯახის წევრი იქნებაო ერთ საცოდავი მიხო მოიყვანს მაროს ცოლად აქ პირველი ღამე მიხო არის ზევიდან მარო არის ქვევიდან ვიდის ამ მაროს საფთვალებით დახუჭება და მიხო ეუბნება გაახილე თვალები ქალო ერთხელ გაახელს მეორედ გაახელს და მესამე ჯგუფი ელში ამოვა მიხო გაახილე ქალო თვალები მან უნდა იცოდებინა შელი მიდის მამასთან და გაახელა თუ საყურე უკეთია რა საყურე უკეთია და მამა გაახედავს ახლა კახელი მუჟიკია ნახე ქართველია აი ორი კატეგორია ვიციო ვინც საყურეს ატარებსო რა პიდარასტები არიან ერთი მეორე პირატებია და რაღაც გემით მოსულს ვერ გნახავ შენი თეთა ეს კოქტეილი პროფილს ლობი ბარიდან კოქტეილი ვირი ჩვენთან კი სტუმრად ფილმის პროდიუსერი მოვიდა
მიტო სად არის? სანამ მიტოზე გეტყოდე, დავიწყებდი უფრო შორიდან, ვიტყოდი, რომ მეც ისე როგორც ბევრი ჩვენთაგანი ამ ფილმზე გაიზარდა და უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ აი ამ ფილმის შექმნაში რაღაც ჩემი წვლილი შევიტანე. ძალიან ბევრი ძიმე პერიოდი გავიარეთ და ზაზაყვება ხოლმე ამ ძალიან კარგად. მაია. დიახ. ერთის წამით, აი პროდიუსერი ხო ყველა პროდიუსერი ნერვიულობს დროზე, აი ნათიამაც თქვა ფულიაო, ეხლა უნდა გაჩვენოთ დათო ბეჟიტაშვილის ნერვიულობა. ხო. კოტეს ურეკავს, აი ჩვენი ფილმის დირექტორი, პროდიუსერი, რომელიც კოტე ტურიაშვილი, ურეკავს კოტეს, დათო არის, დათო ყველაფერზე ნერვიულობს. აი ჭიანჭველა დაადგა ვიღაც ამ ფეხი. მიდის. და იქ რაღაცა პრობლემაა და დათო ურეკავს კოტესო. კოტე იქ რაღაცა შენ ეხლა რა არის მან რატო არ მიიტანეთ ის ეს რატო არ გააკეთებს? კოტე აქეთ არის. გადახება. შეიძლება ხმამაღლა ლაპარაკი. წავიდა. სადღაცა ჩავიდა იქ მარანში, ქვევში ჩაძრა იქიდან ელაპარაკება. ხო, ეხლა ხმა არა მოიღოთ. ხო, ეხლა თქვენ მე უნდა მომკლათ იქიდან ისმის. დათო ყურმილი და აქ ერთი დიდი ჩემოდანი, რომელშიც პირამიდონი უდევს და ის ანალგინი. დალევ შვიცა ანალგინს და არა მე ესენი მომკლავენ. რატო დავიწყე ამ ფილმზე მუშაობა? რატო დაიწყეთ ამ ფილმზე მუშაობა? ალბათ აი სწორედ დიდი სიყვარულის გამო, რაც მქონდა ამ ისტორიის მიმართ და ჩვენ ფილმსაც ქვია გარიგება 20 წლის შემდეგ, მე მინდა გითხრათ კიდევ რომ ბევრ 20 ვახსენებ ახლა. რეკორდულ დროში 20 სამუშაო დღეში იყო ფილმი გადაღებული და ცოტა დააკლეს. ეგან მე ვიცი რომ 20 საათი მუშაობდნენ ეს ხალხი და რა ვიცი მე მინდა თითოეული მათგანის მიმართ ქედი მოვიხარო და რაც თორე მე ვთქვი გეტყვით ახლა ჩვენი ამოცანა რა იყო როდესაც ჩვენ შევხვდით რომ აი ეს მოლოდინი არ გაგვეცრუებინა მაყურებლის რომელიც 60 წელიწადში იყო რომ ეს ფილმი ყოფილიყო არანაკლები ვიდრე მისი პირველი ნაწილი და დარწმუნებული ვარ რომ როგორც წინ განვლილი 20 წელი ეს ფრაზები ამ ფილმიდან იყო აი მოარულ ფრაზებად და რაღაც ფრთიან ფრაზებად ამ ფილმის ახალი ფრაზები ანეკდოტები თუ ახალი სადღეგრძელოები კიდევ მომდევნო 20 წელიწადის განმავლობაში ისეთივე პოპულარული იქნება. ფილმს უკვე საახალწლო გარიგება 40 წლისში. ფილმს უკვე ახალი წლის დღეებში თბილისის კინოთეატრებში იხილავს მაყურებელი და ეს იქნება პრაქტიკულად 2011 წლის პირველი ქართული ფილმი. მიტოს ადღაა თქვენ მაინც მითხარით. აი ეს არის მთავარი ინტრიგა ამ ფილმის, ესე იგი ჩვენ უკვე ვთქვით რომ ცხოვრება გრძელდება, წამოვიდა ახალი თაობები, აგერ ვიცით რომ მარო არის ბიზნესმენი თანამედროვე და აი რა ფორმით, როდის და როგორ გამოჩნდება 20 წლის მერე იმავე სოფელში მიტო, ამას ახალი წლის დღეებში თბილისის კინოთეატრებში იხილავს ჩვენი მაყურებელი. ბელაცა, ერთი კითხვა, ფილმში ჟღერს საოცარი მუსიკა. ეს არის თქვენი და მიტოს სასიყვარულო თემა, ხო? რომელიც გარიგებაში 20 წლის შემდეგ იქცა სიმღერად და მას თქვენ ასრულებთ. მე ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ, იმიტომ რომ ამ სიმღერის პრემიერა გვექნება გადაცემის მესამე ნაწილში. რა თქმა უნდა, დიდი მადლობა ამ სიმღერის მუსიკის ავტორს ბატონ გოგი ჩლაიძეს, ვინც შექმნა ეს არაჩვეულებრივი მუსიკა. უბრალოდ ეს იყო რეჟისორის და პროდიუსერის მოთხოვნა, რომ ესე ვთქვათ, შექმნილიყო საუნდტრეკი ამ ფილმის, ანუ ტექსტი დადებოდა და უკვე ყოფილიყო, ესე ვთქვათ, ვოკალური ვერსია ამ ესე ვთქვათ მუსიკის. რა თქმა უნდა ჩვენ ამას ცოტათი ახალი ინტერპრეტაცია მივეცეთ, ახალი ჟღერადობა, ეს ჩაიწერა სანო სტუდიაში და სწორედ ახლა ამ სიმღერის ესე ვთქვათ პირველი მაყურებლები იქნებიან თქვენი გადაცემის მაყურებლები. ძალიან დიდი მადლობა. ერთი პატარა კითხვა მაქვს კიდევ. არ მასვენებს ეს კითხვა და დავსვამ რა. არც ერთმა არ მიპასუხეთ. რატომ გაქვთ ფილმში ვირების კასტინგი? აი რადიო მარტივია. თქვა? არ თქვა რა მინდა. აი არაო და დამიქვით. რაც უნდა კახეთია და უვიროთ კახეთი გაგიგია.
არა. არა, როგორ გეკადრება? არა. უვიროთ კახეთს. არა. რასო კახეთში ვირების ყროყიზე საათს ასწორებ რა, უვიროთ კახეთს. კარგი, მაშინ ჩვენ ყავს ერთი პატარა გოგო სტუმრად. სახელად ქვია დუდუ. და პროფილში პირველად მოვიდა და გთხოვთ მივესალმოთ. ეხლა კახელებო მოდით დამეხმარეთ. უკიდა მიპარეთ თუნდა. სადა. მე არ ვიცი საიდან უნდა მივიდე. ეს არის თქვენი ვირების კასტინგში გამარჯვებული და ჩვენ გადავწყვიტეთ რახან კახეთზე და კახელების ყველაზე საყვარელ ფილმზე ვსაუბრობდით მის გარეშე ალბათ არ შეიძლებოდა დღევანდელი პროფილი წარმართული. საღამოთი სენატში გელოდები. მოდით ახლა ჩვენ ცოტა ხნით შევისვენოთ. და გადაცემის მესამე ნაწილში ძალიან მაგარი სიმღერის პრემიერა გველოდება და თქვენ დაგტოვებთ დუდუსთან. თუ შეიძლება. ჩვენთან სტუმრად გარიგების ყველაზე ცნობილი სასიყვარულო მელოდიის ავტორი მოვიდა. გთხოვთ მივესალმოთ ბატონი გოგიჩლაიძე. აღარში დავზისა გამარჯობა. გამარჯობა. აღარ ხარ რა მოხდი? ჩვენთან დაბგარდი. ეს არის მელოდია რომელიც ყველა მიცის ზეპირად. დღეს ძალიან საინტერესო მოვლენის თანაზიარნი გავხდებით. ჩვენ ამ მელოდიაზე შეიქმნა სიმღერა 20 წლის შემდეგ, მაგრამ მე მაინც მინდა გითხოთ აი ის ცნობილი სასიყვარულო მელოდია როგორ შეიქმნა ის თემა. შეიქმნა ზაზა კოლონიშვილმა წამიყვანა და ხუმრობა ნარევად მითხარ რომ კინო გადაიღებ გადარეულ დროში. ესე იგი ყოველთვის რა დრო იყო და გადავიღეო და მასალა ნახეო. ვიდი ნახე მასალა და მართლა ძალიან მოვიხიბლე, იმიტომ რომ შესანიშნავი ფილმი გამოდიოდა შევატყვე. რას მოკიდებ ხელს მოვეთხოვე დიდი სიამოვნებით. წავიდე და სხვათა შორის იმ საღამოსვე იმდენად აღვთოვანდი იმას არის რაც ნახე რომ იმ საღამოსვე მელოდი დამჭიქით დავუყარე. მაშინ ყარ სიმღერა არის სიმღერა ახლა ჩემი ლელას მეშვეობით იქნება და მაშინ მარტო მელოდია იყო. ეს სიტყვები სხვათა შორის ჟღერს ამ სიმღერაში შევთვის ყველაფერი შენთვის მინდა და არის ავტორი როგორ შეხვდა იმას რომ ამ თემაზე შეიქმნა სიმღერა და მას ასრულებს ლელა ახრთოვანებით ბრავო ხათი ზალდაც საინტერესო იყო ამაზე მუშაობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ესე ვთქვათ ნაწილი ფილმში არის მუსიკა მისი ხო რომელიც არის ძალიან შთამბეჭდავი და რაც თავარია ჩვენ ეს მუსიკა ყურში კარგად გვაქვს გამჯდარი და შემდეგ მე არ ვიცი ვისი იდეა იყო რომ სწორედ აი ამ სიმღერის საუნდტრეკი შექმნილი იყო ესე ვთქვათ ტექსტი და ესე ვთქვათ ჩემი იდეა რო აი 20 წლის მერე უკვე ტექსტით რო კიდე მომდევნო 20 წელია ეცოცხლა იცოცხლებს მომდევნო 20 წელი რატომ იყო აუცილებელი სიმღერის შექმნა როგორ ფიქრობთ სიმღერის შექმნა ალბათ ჩვენ საერთოდ გვინდოდა რომ ეს თვითონ ის გულის ნარდებიაც ამ თავარ გმირს ჰქონდა და რაღაც სწორედ ტექსტით ყოფილიყო უკვე გადმოცემული და სიმღერა ძალიან სევდიანია ტექსტით საკმაოდ სევდიანია ამიტომ მეც ვეცადე რომ აი შესრულების დროს აი გამომდინარე ტექსტიდან მე ფიქრა აი იმ სევდაზე და იმ ქალის ესე ვთქვათ ტკივილზე ანუ ძალიან სევდიანია სიმღერა მელოდია არის არაჩვეულებრივი და ძალიან დიდი მადლობა ბატონ გოგის რომ მე მომცამე შესრულების ესე ვთქვათ. ამ ტექსტში ფაქტობრივად ეს 20 წლის მოლოდინი თავისი სიყვარულის არის გადმოცემული. მოდით გავუკეთოთ ჩვენს მაყურებელს საჩუქარი და მოვასმენინოთ როგორ ჟღერს რეალურად სიმღერა
და მაროს გულის ტკივილი, რომელსაც ყველაფერი იმ ერთი კაცისთვის უნდა. Vistvis წვიმა Vistvis კარია Vistvis მზეა და Vistvis დარია ამ სიყვარულმა წლები არ იცის და ძველმა სევდა ხელი დამრია Vedma marguna Shorgzas გავყურე დიდი ხანია და სიყვარულმა წლები არ იცი გულში ცრემლები მიაღვარია მე ყველაფერი შენთვის მინდოდა სიყვარულისთვის რას არ ჩადია მე ყველაფერი შენთვის მინდოდა სიყვარულისთვის რას არ ჩადია როგორ მოგეწონათ? ძალიან მომეწონა. ძალიან დიდი მადლობა საჩუქრისთვის. სტრამლები პროფილში არ უკვირთ. ძალიან დიდი მადლობა. არის ამბები, რომელიც არ ძველდება. ჩვენ შეხვედრამდე კიდევ ერთი კვირა. მოგვენატრებით. ხუთშაბათამდე.